ბათუმობა 2025 ზღვისპირა ქალაქში ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. დაგეგმილია არაერთი კონცერტი, გასართობი სპორტული და შემეცნებითი აქტივობები. პროგრამა მრავალფეროვანია და აჯილდოვებენ საპატიო ბათუმელებს. ხვალკი ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება. დარეჯან ჩხიკვაძე გვერდდება ბათუმიდან პირდაპირ ეთერში. ბათუმობა ტრადიციულად საზეიმო ღონისძიებებით აღენიშნება. მთავარი ლოკაცია არის ბულვარი კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და თქვენ კადრში ხედავთ ძალიან ბევრი ადამიანია გამოსული. ქალაქის მთავარი დღის აღსანიშნად ზღვისპირა ქალაქში კონცერტები დილიდან მიმდინარეობს. თანამედროვე კლასიკური მუსიკისა და ფოლკლორის კონცერტები გაიმართა უკვე. ასევე თოჯინების თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი საღამოს კი კახაბერი და ხანუმები ასრულებენ. აქვე მოწყობილია გასტრონომიული კუთხე, გურმანებს შეუძლიათ აჭარული კერძების დაგემოვნება. მეწარმეებმა წარმოადგინეს მათი პროდუქცია, ასევე არის სხვადასხვა შემეცნებითი სივრცეები, სადაც მოსული სტუმრები ბათუმის ისტორიას ეცნობიან. ბათუმი ყოველთვის, ყოველ სეზონზე ასოცირდება ძალიან თავისუფლებასთან, სიმხიარულესთან, იმიტომ რომ თავისი მდებარეობიდან გამომდინარე სანაპირო ეს ბუნება ის სილამაზე ყველაფერი ერთად ქმნის ძალიან კარგ განწყობას. ყოველ წელიწადს ვიღებთ მსგავს გამოფენაში მონაწილეობას. დღეს ჩვენი ბავშვები არიან წარმოდგენილები თავიანთი პროდუქციით. პირველად იღებენ მსგავს მონაწილეობას მსგავს პროექტში და ბედნიერები ვართ. ყველას გილოცავთ ბათუმობას. მინდა მიულოცო ყველა ბათუმელს ბათუმობა. მე მთლიან საქართველოს მინდა მიულოცო და საერთოდ მიხარია რომ ტრადიცია არსებობს ქალაქის დღესასწაულის. აუცილებლად უნდა იყოს, იმიტომ რომ იმხელა ტრადიციების, იმხელა ისტორიის მქონე არის ბათუმი, რომ უნდა ნახოს სტუმარმაც, მომავალმა თაობას, რომელიც იზრდება ბათუმში. მე მინდა მიულოცო ყველა ჩვენს თანაქალაქელს, იმ ადამიანებს, ვისაც ბათუმი უყვარს, დღევანდელი დღესასწაული, ეს საზეიმო განწყობა, ვინაიდან ბათუმობა არ არის მხოლოდ კულტურული იდენტობისა თუ ქალაქის დღესასწაული, ეს არის ყველა ჩვენი თანაქალაქელის დღესასწაული, ეს არის სიყვარულის, ურთიერთმეგობრობის, სიკეთის შეგრძნების, მშვიდობისა და მუდმივი წარმატებების დღესასწაული. ღონისძიებები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხვალ დაგეგმილია საპატიო ბათუმელების დაჯილდოვება. მთლიანობაში ღონისძიებები კი გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც ადგილობრივი სოლო შემსრულებლები მონაწილეობენ. მადლობა, ქრონიკის ეთერში დარეჯან ჩხიკვაძე საუბრობდა.